მე-19 საუკუნის მიწურულს, როდესაც ქართული მრავალხმიანობა მივიწყებული იყო, ფოლკლორისტმა ვლადიმერ აღნიაშვილმა დავიწყებული აღდგენა დაისახა მიზნად. საქართველოში შეყვარებული ჩეხი ლოტბარი იოსებ ბრატილის დახმარებით მან ჩამოაყალიბა ქართული ხორო. მომღერალთა გუნდი, დღეს ცნობილი როგორც ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ერისიონი. ერისიონი არ იყო მხოლოდ მუსიკალური გაერთიანება, ეს იყო მცდელობა საქართველოს კუთხეებში შემორჩენილი შედევრები აკადემიურ სცენაზე გადმოეტანათ. 1886 წელს ერთწლიანი დაუღალავი მზადების შედეგად იოსებ ბრატილის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა პირველმა კონცერტმა მსმენელს ქართული მრავალხმიანობა კვლავ გაახსენა. წლების განმავლობაში ანსამბლი იზრდებოდა და იხვეწებოდა. ვოკალურ შემსრულებლებს მოგვიანებით მოცეკვავეებიც შეუერთდნენ. 10 წლეულების განმავლობაში ანსამბლი იმ კულტურულ კერად ჩამოყალიბდა, სადაც ქართული ხელოვნების გამორჩეული ფიგურები იზრდებოდნენ. ბევრი მათგანისთვის სწორედ აქედან დაიწყო დიდი შემოქმედებითი გზა. მთელ ამ პროცესს მრავალი წლის მანძილზე სათავეში ედგნენ გამორჩეული სამხატვრო ხელმძღვანელები, რომლებმაც შეძლეს მაღალი აკადემიური დონის გუნდის ჩამოყალიბება. ერისიონის მასშტაბები საქართველოს საზღვრებს მალევე გასცდა. გარდამტეხი ამერიკის კონტინენტი აღმოჩნდა, რომელმაც ანსამბლ ერისიონს პირველი მსოფლიო აღიარება და სიყვარული მოუტანა. ამერიკულ ტურნეებს მალე ევროპული ტრიუმფიც დაემატა. განახლებული რეპერტუარითა და განსხვავებული სცენური გადაწყვეტით ერისიონმა ევროპელ მაყურებელს ქართული ტრადიცია სრულიად ახალი კუთხით დაანახა. ამ წარმატების კულმინაცია კი კლიპი შატილის ასულო გახდა. სწორედ ამ ნამუშევარზე წერდა იმდროინდელი საერთაშორისო პრესა. მსგავსი რამ არასდროს გვინახავს. მიატოვეთ ყველაფერი და იხილეთ ქართული საოცრება. ერისიონის ხმები დღეს მხოლოდ დედამიწაზე არ ისმის. 1970-იან წლებში, როცა NASA კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის კოსმოსში გაგზავნაზე მუშაობდა, ვოიაჟერის ოქროს ფირფიტისთვის შესაფერის ნიმუშებს საბჭოთა კავშირშიც ეძებდნენ. თუმცა მოსკოვის მიერ შეთავაზებულმა ოფიციალურმა ვარიანტებმა ამერიკული მხარე ვერ დააინტერესა. ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც NASA-ს წარმომადგენლება ამერიკელ ფოლკლორისტს ალან ლომაქსს მიმართეს. სწორედ მან წარუდგინა კომისიას 1974 წლის ჩანაწერი როსტომ საგინაშვილისა და ილია ზაქაიძის მიერ შესრულებული ჩაკრულო. გადის წლები იცვლებიან სახეების სცენაზე, თუმცა უცვლელი რჩება სიამაყე, რომელსაც თითოეული ერისიონელი ატარებს. 50 წელია ანსამბლში ვარ. საქართველოს სიყვარული თუ გაგდა თუ გიყვარს ქართველი და ქართველობა, ქართული ტრადიცია და გააქვს ნიჭი და უნარი, უკეთეს სამსახურს, უკეთეს ადგილს ვერ ნახავ, რომ შეასრულა ხალხური სიმღერა და ამითი მეც და ჩემმა მეგობრებმაც ვაჩვენოთ კარგი მაგალითი მთელ საქართველოს, მთელ ახალგაზრდობას. რა არის სიმღერა, რა არის ცეკვა. რომ ეთქვა მე თავიდან დაიწყო, ისევ აქ მოვიდოდი ბავშვობიდან კი არა. ისევ მოვიდოდი 50 წლის წინ, იმიტომ რომ ეს არის ჩემი სული. ეს არის მაინტერესებს. აი ახლა მე кайხანო აღამღერი ვარ სცენაზე, ხო? რო უყურებ ახალგაზრდებს სიმღერას, ცეკვას, თითქოს მეც ახალგაზრდა ვარ. ენერგია მეძლევა. რო დავინახავ 20 წლის ბავშვები, დარბიან, მღერიან, ცეკვავენ. თითქოს მეც პატარა მგონია ჩემი თავი. არ ვამბობ, რომ ასაკში ვარ უკვე. არ მეტყობა, არ შევიტყობ, იმიტომ რომ მე ფოლკლორს ვემსახურები. იმიტომ რომ ხალხურ შემოქმედებას ვემსახურები. 5 წლის გახდით, როდესაც ამ დიდ ოჯახში შემოვდგი ფეხი, სხვათა შორის ქალბატონ ეკაჭკუასელთან დავიწყე ჩემი კარიერული წინსვლა და ვთვლი, რომ აქ გავიზარდე ფაქტიურად, აქ განვითარდი, აქ ვისწავლე ყველაფერი, ძალიან ბევრი რამე ვისწავლე, შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი. ჩემთვის ერისიონი არის და ყოველთვის იქნება ჩემი სულის ნაწილი, როგორც სცენაზე, ასევე სცენის მიღმა, რადგან არ არის ეს ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი, მხოლოდ ეს ჩემი ცხოვრებაა. 140 წლის შემდეგაც ერისიონის მთავარი მისია უცვლელია. წინაპართა მიერ დატოვებული კულტურული მემკვიდრეობა, დღევანდელ მაყურებელს იმავე მუხტითა და ხარისხით წარუდგინოს.
იყო ანსამბლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც უკვე 140 წელს ითვლის. ეს არის დიდი პასუხისმგებლობაც, სიამაყეც. ამავდროულად ეს ნიშნავს იყო დამცველი მშენი ტრადიციების და თან არ ჩამორჩე იმ რეალობას, რაც გვაქვს დღეს და იყო თანამედროვე. ვცდილობთ ამას, რომ ეს შევინარჩუნოთ და არ მოვწყდეთ იმ ფესვებს, რასაც ემსახურებოდა ეს დიდი ჩვენი ბუმბერაზი წინაპრები. ანუ 140 წელი უკვე მე-3 საუკუნეში გადააბიჯა ანსამბლმა, არც თუ ისე ცოტაა და მე სხვათა შორის ყოველთვის ვგრძნობ მათ თითქოს თანადგომას და სიძლიერებს მათგან, რომ ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ ისე, რომ არ დავაზიანოთ ჩვენი ეს უკვდავი და ულამაზესი ხელოვნება, სიმღერა და ცეკვა. მე ასე ვიტყოდი პირველ რიგში, რომ ერისიონი არის დიდი კულტურული მექა, ბევრი არის დედამიწის ზურგზე ამხნის ანსამბლები, ხო, 140 წლის. იმ ხელაწვრილი აქვს ამის ქართული კულტურის განვითარებაში, პოპულარიზაციაში ძალიან დიდი. ხალხისგან, ჩვენი ხალხისგან ძალიან დიდ სიყვარულს და სითბოს გრძნობს. საოცრება ხდება ხოლმე. რომ ხალხი გრძნობს, რომ ეს მისია მისი ჯიში და გენია ეს და სისხლს უჩქოლებს, იმიტომ რომ მისია ხო, აი მათი ბაბუების და დიდი ბაბუების და პაპების და იმათგან მოდის ეს ყველაფერი, იმათ შექმნილია. იოსებ რატილის პროფესიული გამოცდილებისა და ვლადიმერ აღნიაშვილის ენთუზიაზმით ჩამოყალიბებული ქართული ხორო, შემდგომში კი ერისიონი ერთი პატარა გუნდიდან მსოფლიო დონის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლამდე მივიდა. დღეს ანსამბლს უკვე საკუთარი სახლი აქვს. სივრცე, სადაც კიდევ მრავალი თაობა ეზიარება ქართულ ცეკვასა და სიმღერას.